როცა ქირურგია აქვს ადამიანს გადაწყვეტილი სახეზე ცხვირის ოპერაცია და მთელი ამბები ტრანზიტში პირველ სახლში უყურებ ხშირად ან მართლს უყურებ ხო პირველ სახლში რაც ხდება უშუალოდ სახეზე მივიღე ტრამვები ხშირად ეს არის ხოლმე როგორი ანი აქ ადამიანს ასიდენტით ჩანს ხოლმე ხო ხშირად არის ხოლმე უხეში კანი მარსი როცა პირველ სახლში ხდება ასიდენტზე მარსი ფიზიკურად ძალიან აქტიურად გამოხატავენ თავს, როცა რა პლანეტაც იქ ჩდება. ეს არის აი აგრესიულად ან სატურნი მაინ პლარისულივით გამოხატავ ჩვენ თავს. ანუ ბოჭავს რაღაცა, რომ თავი გამოხატო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი სახლი. ეს არის ადამიანის იდენტობა, ადამიანის სხეული, ადამიანის ეგო, მე მინდა, ჩემთვის მინდა. აქ მე ვარ მარტო მეტი არავინ არ არის. ბევრი პლანეტები პირველ სახლში ეს არის ადამიანი აი ძალიან ეგოისტურად რა, კარგი გაგებითად ზოგჯერ, რომ მე როგორც ვიტყვი, ისე გავაკეთებ. არავის აზრი არ მაინტერესებს. ჯიუტე შეიძლება გამოვლინდეს, ხო? მე ვინც ბევრს იცახის მეს, აქ პირველი სახლი ახშია ჩართული. აი მე რო გითხარით პირველი სახლის მართველი მე-12-ში მყავს მე-12 სახლს მე რა გიხსნით თევზური ენერგია არის მე რა მინდა სულ უკანა პლანს ეწევ ხოლმე იკარგება ეგო ჩემი პირადი სურვილები მე-12 სახლს ის მეწოდება ეს მოწოდება იმას მოვითმენ ამას მოვითმენ პირველი სახლის მართველი პირველ სახლში რო იყოს ამ მართველს რას გულისხმობ რომელი ნიშნითაც იწყება მე ხო ვამბობ ხოლმე რომ მშვილდოსნის მართველი იუპიტერი არის ხო ესე გასწავლეთ პლანეტები რო გავიარეთ ვერძის მართველი მარსი არის აი მაგის მიხედვით ხვდებით რა ნიშანი ასციდენტზე ხდება მართველს უყურებთ იმას ის უკვე რომელ სახლში ჯდება პირველი სახლი სად გამოხატავს თავს კარგად მაგალითისთვის რომ ჩემი ვენერა არის მე-3 სახლის მართველი და მე-10 მე-3 სახლი არის ლაპარაკი პირველ სახლში ჩემი იდენტობასთან მე-3 სახლი ვაკ სუსიმსუბუქე ლაპარაკი ესე ვავლენ თავს ხო ხდებით პირველ სახლში ანუ მე-3 სახლს პირველ სახლურად ვავლენ მე-3 სახლი ტყუპური ენერგია არის მერკურული ენერგია არის ესე იგი პირველ სახლში პლანეტებზე როცა ვლაპარაკობთ ეხა ვენერა თქვენ რომ ნახოთ სინამდვილეში არის მშვიდი დიპლომატიური აი პასიური არაფერს არ ამბობს მაგრამ მე-3 სახლიდან მოდის ჩემი ვენერა უკვე მე-3 სახლი წამოიღო პირველ სახლში ხო ხდებით და ეს უკვე ჩემი იდენტობის ძალიან გამოხატული ნაწილი ხდება ეს არის პირველი სახლი ამიტომ მისი მართველი რა არის ასევე რა პლანეტები ჯდება პირველ სახლში ფაქტიურად ადამიანის მთლიან იდენტობასთან აკავშირებს როგორ გამოხატავს მე ამას მაგალითებით აგიხსნით უკვე თქვენი რუკებით ხო ეხლა ჯერ თეორიას ხსნით